მქონდა გამოწვევა საკუთარ თავთან, რომ ეს წიგნი წამეკითხა ერთ დღეში. მართლა ძალიან რთული საკითხია და მეც ესე რამდენიმე დღე ვფიქრობდი, ვინ იყო, ასე ვთქვათ, მართალი ან დამნაშავე ამ საკითხში. და ყველაზე მთავარი, ამ ორ მთავარ პერსონაჟს შორის არ იყო არანაირი ქიმია. არანაირი. ავტორი გვაჩვენებს ცნობილი ადამიანების ისტორიებს და იმას თუ რამდენად დაეხმარათ ეს სიმშვიდე კრიტიკულ სიტუაციებში და ზოგადად აი ორ ადამიანს შორის კავშირის წარმოჩენა ამ ავტორს ძალიან კარგად შეუძლია. თუ თვალყურს ადევნებთ ამ მოვლენებს, იცით რომ დიდი ამბავი ატეხილი ელენას როლის შემსრულებელ მსახიობზე და ასევე სავარაუდოდ აქილევსის. მე მგონი ეს ჯერ დადასტურებული არ არის. მოგესალმებით. დღეს მინდა გავაკეთო ივნისში წაკითხული წიგნების შეჯამება. ძალიან კარგი თვე გამოდგა ჩემთვის ივნისი. რადგან წავიკითხე 6 წიგნი და ყველა მომეწონა. I know. ანუ დღეს რასაც ვისაუბრებ, ყველა წიგნს ვუწევ რეკომენდაციას. ძალიან გამიმართლა, გავეცანი საინტერესო ისტორიებს და ახალ ავტორებს. მინდა რომ მოგიყვეთ თითოეულ წიგნზე და ასევე გაგიზიაროთ ის ერთადერთი წიგნი, რომელსაც ამ თვეში დავუწერე 5 ვარსკვლავი. ვიცი რომ ცოტა უცნაურია, ვთქვი რომ ყველა წიგნი მომეწონა და ნამდვილად ასია, მაგრამ მხოლოდ ერთ წიგნს დავუწერე 5 ვარსკვლავი. ვიყავი თუ არა ზედმეტად კრიტიკული ამ თვეში? შეიძლება, მაგრამ არ ამგონია. თითქოს რაღაც პატარ-პატარა დანაკლისები მქონდა წიგნებში და მინდა რომ დეტალურად განვიხილოთ თქვენთან ერთად. ასე რომ, დავიწყოთ. პირველი წიგნი, რომელზეც უნდა გესაუბროთ, ავარჩიეთ წიგნის კლუბში და ეს არის ამანდა პიტერსის კენკრის მკრეფავები. სულ ცოტა ხნის წინ გესაუბრეთ ამ წიგნზე ჩემს ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც გაგაცანით ახალი ქართულენოვანი სიახლეები და შეგიძლიათ გადახედოთ. სიუჟეტი ვითარდება ინდიელების ოჯახის გარშემო, რომლის ერთ-ერთი წევრი 4 წლის რუთი მოულოდნელად გაუჩინარდება. ამ ოჯახის ყოველდღიურობა სავსეა შრომით, სიღარიბით და ამ ყველაფერს ემატება იმედგაცრუება, დანაშაულის შეგრძნება და მუდმივი ძიება. რა თქმა უნდა, თითოეული ოჯახის წევრზე ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა, თუმცა მწერალი გამოყოფს რუთის ძმას, ჯოს და ვხედავთ თუ რამდენად დამანგრეველია მისთვის ეს ამბავი და ის წლების განმავლობაში ვერ თავისუფლდება დანაშაულის შეგრძნებისგან და ვერაფრით ვერ ახერხებს, რომ ჰქონდეს ბედნიერი და ჩვეულებრივი ცხოვრება. და გარდა ამისა ვხედავთ ნორმას, გოგონას, რომელიც იზრდება ოჯახში, სადაც თავს ძალიან უცხოდ გრძნობს, მას აქვს განსხვავებული კანისფერი მშობლებისგან, აწუხებს სიზმრები და ხედავს იმ ადამიანებს, რომლებიც მისი ოჯახის წევრები არ არიან და აწუხებს ძალიან ბევრი კითხვა. მის კითხვებს მშობლები თავს მუდმივად არიდებენ და ნორმაც მთელი ცხოვრება იტანჯება, რადგან გრძნობს, რომ მისი ადგილი აქ არ არის. პირველი რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ ძალიან კარგად იკითხებოდა ეს წიგნი. მშვენიერი თარგმანი ჰქონდა ქართულად და სიუჟეტი იყო ნამდვილად საინტერესო. ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ის მაინტერესებდა ნორმა მივიდოდა თუ არა პასუხებამდე და საბოლოო ჯამში იპოვიდა თუ არა თავის ნამდვილ ოჯახს. ჯოს თავები დასაწყისში იყო ძალიან საინტერესო, რადგან ძალიან კარგად გვანახებს ავტორი მართლა როგორი დამანგრეველია მისთვის რუთის დაკარგვა და რამხელა გავლენას ახდენს ეს ამბავი მის მთელ ცხოვრებაზე. მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ მისი ისტორიები გახდა ცოტა ერთფეროვანი და რაღაც მომენტი მქონდა, რომ აი მაგან ცოტათი დამღალა. ერთი კიდევ რაც დამაკლდა ამ წიგნში არის დადებითი ამბების უკეთ წარმოჩენა და რას გულისხმობ. წიგნში ხდება რამდენიმე პოზიტიური ამბავი, მაგრამ ავტორი შემოიფარგლა 1-2 სიტყვით და შემდეგ ისევ აქტიურად გადავერთეთ ნეგატივზე. არადა ეს ამბები უფრო უკეთ რომ წარმოეჩინა ავტორს, პირადად ჩემთვის კარგი იქნებოდა, რადგან უფრო მეტად დავუკავშირდებოდი პერსონაჟებს და ის სევდიანი ამბებიც ბევრად უფრო ახლოს მოვიდოდა გულთან. შეფასებას რაც შეეხება, ამ წიგნს დავუწერე 4 ვარსკვლავი და გულწრფელად გირჩევთ, თვლი რომ ღირს წაკითხვა და არის ძალიან საინტერესო ისტორია. შემდეგი წიგნი არის კარლი ფორჩუნის Every Summer After. მთავარი პერსონაჟები არიან სემი და პერსი, რომლებიც ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს და ყოველ ზაფხულს ერთად ატარებენ. დროის კუთხით ეს წიგნი დაყოფილია 2 ნაწილად. ერთი ნაწილი მიუყვება მათი ბავშვობის ისტორიებს, ხოლო მეორე ნაწილში მოქმედება ვითარდება 10 წლის შემდეგ, სადაც პერსი მოულოდნელად იღებს ზარს სემის ძმისგან, რომელიც ატყობინებს, რომ მათ გარდაეცვალათ დედა და პერსის თხოვს, რომ ჩავიდეს. პერსის 10 წელია, რაც სემი არ უნახავს და პირველივე გვერდებიდან ვიგებთ, რომ თავს იდანაშაულებს და ამბობს, რომ რაღაც საშინელება ჩაიდინა.
ძალიან მომეწონა ეს ბავშვობის მონაკვეთი და ვფიქრობ ავტორმა ძალიან კარგად აღწერა ის კავშირი, რაც უყალიბდება ცემს და პერსის, რომელიც იყო ძალიან საყვარელი და ძალიან ბავშვური, ასაკთან შესაბამისი და რა თქმა უნდა ძალიან მაინტერესებდა რა დააშავა ასეთი ამ გოგომ, რომ მთელი წიგნი მართლა იტანჯება და ძალიან განიცდის. ეს ამბავი ბოლო გვერდებისკენ ირკვევა, მანამდე იმედი არ გქონდეთ. ზაფხულისთვის არის იდეალური ეს წიგნი, სათაურიც ამაზე მეტყველებს, არის ძალიან საინტერესო და ძალიან ჩამთრევი წიგნი და ბოლოს რაც ირკვევა, ამან ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მკითხველებში, რადგან მართლა ძალიან რთული საკითხია და მეც ესე რამდენიმე დღე ვფიქრობდი, ვინ იყო, ასე ვთქვათ, მართალი ან დამნაშავე ამ საკითხში. ამ წიგნსაც დავუწერე 4 ვარსკვლავი. სიმართლე გითხრათ, სიაში არ მქონია ეს წიგნი და არც წაკითხვას არ ვაპირებდი, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ამ წიგნის ეკრანიზაცია Every Year After და გადავწყვიტე, რომ სანამ დაიდებოდა ეს სერიალი, მანამდე მომესწრო წაკითხვა. მოვასწარი. ნეტასად მეჩქარებოდა. ასეთი ცუდი სერიალი მართლა არ ვიცი ბოლოს როდის ვნახე. წიგნში ეს სიუჟეტური ჯაჭვი იყო, ვფიქრობ, ძალიან კარგი და ლოგიკური. და სერიალში ეს ყველაფერი აურიეს, ძალიან ბევრი რამე შეცვალეს, პერსონაჟები დაამატეს და საბოლოო ჯამში იყო ერთი დიდი ქაოსი. და ყველაზე მთავარი, ამ ორ მთავარ პერსონაჟს შორის არ იყო არანაირი ქიმია. არანაირი. ეს ბიჭი საერთოდ არ შეესაბამებოდა იმ ტიპაჟს, რაც წიგნში იყო აღწერილი. ვერც თამაშობდნენ დიდად კარგად და აი ყველა სცენაში იყვნენ ძალიან ხელოვნურები. ვიცი რომ მიწასთან გავასწორე, მაგრამ რა ვქნა. რო დამთავრდა ბედნიერმა გავთიშე. მიხაროდა რომ დამთავრდა. შუა გზაშიც მინდოდა რომ შემეწყვიტა, მაგრამ გადავწყვიტე რომ რადგანაც წავიკითხე, მეთქი ბოლომდე მივიყვან. ასე რომ წიგნს გირჩევთ, სერიალი შეგიძლიათ არ ნახოთ. შემდეგი წიგნი არის ტოშიკაძუ კავაგუჩის სანამ ყავა გაცივდება. ამ წიგნის კითხვის პროცესი იყო ძალიან საინტერესო, რადგან მქონდა გამოწვევა საკუთარ თავთან, რომ ეს წიგნი წამეკითხა ერთ დღეში. და მთლიანად გადავიღე ეს პროცესი, რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა და რა თქმა უნდა შეგიძლიათ ნახოთ ჩემს არხზე. რაც შეეხება სიუჟეტს, გადავდივართ ტოკიოში, ერთ-ერთ პატარა კაფეში, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ რომ მიირთვან გემრიელი საჭმელი, დალიონ გემრიელი ყავა და ასევე იმოგზაურონ დროში. რა პრობლემაა? და ყავს 4 სტუმარი, რომელიც ამ შანსს გამოიყენებს. ძალიან ბევრი წესი მოქმედებს რეალურად და ძალიან მკაცრად უნდა დაიცვან სტუმრებმა ეს წესები და ყველაზე მთავარი არის ის, რომ სანამ ყავა გაცივდება, ეს ადამიანები უნდა დაბრუნდნენ აწმყოში. 4-ვე ისტორია იყო ძალიან საინტერესო, ძალიან სევდიანი, ადამიანური და გულის ამაჩუყებელი. მკითხველების აზრი გაყოფილია ამ წიგნზე და ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ისტორიები დიდად, ასე ვთქვათ, ემოციური არ არის. თუმცა ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო. მე ძალიან ვისიამოვნე, პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო ისტორიები იყო და ძალიან ემოციური, ვიტირე. პრინციპში მე რო ვტირე გასაკვირი არ არის, მაგრამ მაინც ძალიან ისეთი მარტივი და სასიამოვნო საკითხავი იყო ჩემთვის. რაღაც კუთხით მესმის ამ ადამიანების, რადგან ძალიან ჩაშლილი, ასე ვთქვათ, სიუჟეტი არ არის და ძალიან ღრმად არ განიხილავს გარკვეულ საკითხებს, თუმცა პირადად ჩემთვის აი ეს ისტორიები იყო სრულიად საკმარისი, რომ რაღაც სიახლოვე მეგრძნო ამ პერსონაჟებთან. ამ წიგნსაც დავუწერე 4 ვარსკვლავი. როგორც იცით, ეს არის წიგნების სერია, აქვს საკმაოდ ბევრი ნაწილი და პირადად მე ვაპირებ, რომ აუცილებლად გავაგრძელო და გავეცნო ახალ ისტორიებსაც. შემდეგი წიგნი არის ჰომეროსის ოდისეა. ტროას ომი დასრულდა და ოდისევსი ყველანაირად ცდილობს, რომ დაბრუნდეს სახლში. თუმცა მას გზად ხვდება უამრავი დაბრკოლება და ფათერა კი რისი გადალახვაც მოუწევს. ამის პარალელურად მას სახლში ელოდება პენელოპე, რომელსაც არ ასვენებენ ეგრეთ წოდებული სასიძოები. მათ სურთ, რომ პენელოპე მოიყვანონ ცოლად, დაიკავონ ოდისევსის ადგილი, მაგრამ პენელოპე ყველანაირად ცდილობს, რომ დრო გაწელოს და გულწრფელად სჯერა, რომ მისი ქმარი ოდისევსი აუცილებლად დაბრუნდება. ასევე ყავს მათი ვაჟი, 20 წლის ტელემაქე, რომელიც ცდილობს, რომ მამა იპოვოს. მოკლედ, ასეთ გასაჭირშია თითოეული მათგანი და გარდა ამისა, წიგნში ვხვდებით ისეთ პერსონაჟებს, როგორებიც არიან მაგალითად ათენა და კირკე. ცოტათი მეშინოდა ამ წიგნის, რადგან არ ვიცოდი რამდენად გასაგებად იქნებოდა დაწერილი და რამდენად მარტივად მივყვებოდი სიუჟეტს, თუმცა მე პირადად წავიკითხე ლევან ბერძენიშვილის თარგმანი და ვფიქრობ, რომ იყო იდეალური. უშუალოდ კითხვის პროცესში მუდმივად ვიყავი ძალიან ჩართული და თვითონ ისტორია, რა თქმა უნდა, არის ძალიან საინტერესო. ცოტა შეფასება გამიჭირდა ამ წიგნის, მაგრამ საბოლოოდ დავუწერე 4 ვარსკვლავი.
გულწრფელად ხვდები, რამდენად ღირებულია ეს წიგნი და რამდენად დიდია გავლენა სხვა ნაწარმოებებზე. 5 ვარსკვლავი არ დავუწერე, იმიტომ რომ მთლიანად ასე ვთქვათ, მოცული ვერ გავხდი ამ ისტორიით. აი შუალედებში რომ ფიქრობ რა მოხდება, რაღაც პერსონაჟი რომ გახსენდება, ეგ მომენტი დიდად არ მქონია. კითხვის პროცესი უშუალოდ მართლა ძალიან კარგი იყო და მაგ დროს წამით არ მქონია ის მომენტი, რომ ან მომბეზრდა, ან აღარ მაინტერესებს, მაგრამ აი ერთი სული არ მქონდა, როდის ავიღებდი წიგნს. და ამის გამო საბოლოოდ დავუწერე 4 ვარსკვლავი. და ზოგადად ამ წიგნის საკითხვა ახლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ სულ რამდენიმე დღეში გამოვა კრისტოფერ ნოლანის ეკრანიზაცია. ჯერ ფილმი არ გამოსულა, მაგრამ უკვე კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. თუ თვალყურს ადევნებთ ამ მოვლენებს, იცით, რომ დიდი ამბავი ატეხილი ელენას როლის შემსრულებელ მსახიობზე და ასევე სავარაუდოდ აქილევსის. მე მგონი ეს ჯერ დადასტურებული არ არის. ტრეილერი ვნახე და ვფიქრობ, რომ გადაღების კუთხით იქნება საოცარი. რაღაც კუთხით მესმის სიმართლე გითხრათ ამ ხალხის აღშფოთება და ძალიან მაინტერესებს საბოლოოდ, ასე ვთქვათ, რა გადაწყვეტა იპოვა ნოლანმა, რატომ არჩია თითოეული მსახიობი, არა მარტო ელენა და აქილევსი ამ როლებზე, რადგან მე სხვებზეც არ ვარ დარწმუნებული, რამდენად არიან რეალურად ტიპაჟურად ის პერსონაჟები, ვიზეც ამ წიგნში წავიკითხე. მაგრამ რა თქმა უნდა აუცილებელია რომ ფილმი ვნახო, ჯერ ნადრევ დასკვნებს არ გამოვიტან და შემდეგ აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემს აზრს. შემდეგი წიგნი არის ლორენ რობერტსის Powerful. ვუბრუნდებით უძულურის სერიას და ეს არის ნოველა პირველ და მეორე ნაწილს შორის. სიუჟეტური ხაზი არის ზუსტად იგივე, რაც პირველ ნაწილში, მაგრამ აქ უკვე ავტორი უფრო კარგად გვაცნობს პეიდენის მეგობარ ადინას. ეცნობით მისი ბავშვობის ამბებს, ზოგადად როგორც პერსონაჟს ბევრად უფრო უკეთესად დაინახავთ ამ ნაწილში და ასევე ვხედავთ მის სასიყვარულო ისტორიასაც. ძალიან მიჭირს რამე დავამატო სიუჟეტურად, რადგან პირველი ნაწილი თუ არ გაქვთ წაკითხული, მომიწევს რომ გითხრათ ერთ-ერთი ძალიან დიდი სპოილერი, რასაც რა თქმა უნდა არ ვიზამ. მაგრამ რაც შეეხება ჩემს ემოციებს, ეს წიგნი იყო ძალიან კარგი წასაკითხი. ადინა არის უსაყვარლესი და მიხარია რომ ბევრად უკეთ გავიცანით ამ წიგნში და ეს სასიყვარულო ისტორიაც ძალიან კარგი წასაკითხი იყო. ზოგადად აი ორ ადამიანს შორის კავშირის წარმოჩენა ამ ავტორს ძალიან კარგად შეუძლია. და აქაც მეტს ვერ მოგეყვებით. მაგრამ მთლიანობაში მომეწონა. საბოლოოდ ამ წიგნს დავუწერე 4 ვარსკვლავი. ძალიან მიხარია რომ გავაგრძელე ამ სერიის კითხვა და თუ ჩემი წინა ვიდეო ნახეთ, იცით რომ ივლისში ვაპირებ წავიკითხო მეორე ნაწილი ურჩი და დიდი იმედი მაქვს რომ კარგად გაგრძელდება ეს ისტორია. და ივნისში წაკითხული ბოლო წიგნი არის Ryan Holiday's Stillness is the Key. როგორც იქნა დავუბრუნდი არამხატვრულ ლიტერატურას და ვფიქრობ რომ ავარჩიე ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი წიგნი. ამ წიგნში ავტორი გვესაუბრება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავში იპოვოს სიმშვიდე. და ნუ რა თქმა უნდა ზოგადად ვიცით რომ სიმშვიდე კარგია. ყველას გვინდა რომ მშვიდად ვიყოთ, არავის არ გვინდა ნერვიულობა და შფოთვა და რა თქმა უნდა მხოლოდ ამაზე არ არის საუბარი ამ წიგნში. ავტორი გვაჩვენებს ცნობილი ადამიანების ისტორიებს და იმას თუ რამდენად დაეხმარათ ეს სიმშვიდე კრიტიკულ სიტუაციებში, ხსნის იმას თუ როგორ მიაღწიეს ამ სიმშვიდეს, რა ნაბიჯები გადადგეს, იმასაც გვიყვება თუ როგორები იყვნენ მანამდე, სანამ მიაღწევდნენ ასე ვთქვათ ამ ეტაპს თავის ცხოვრებაში და გარდა ამისა გვაძლევს ძალიან კარგ რჩევებს თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ყოველდღიურობა ბევრად უფრო სასარგებლო და ბევრად უფრო მშვიდი. ეს წიგნი ეყრდნობა ისეთ მოაზროვნეებს, როგორებიც არიან სენეკა და მარკუს ავრელიუსი და გარდა ამისა, Ryan Holiday გვიყვება ბევრ ცნობილ პოლიტიკოსზე, სპორტსმენზე და დამიჯერეთ სხვა საკითხებს რომც არ შეხებოდა, ამ ადამიანების ეს ისტორიები არის საოცარი და აღმაფრთოვანებელი. ძალიან ჩამრჩა ტაიგერ ვუდსის ისტორია და როგორც აღმოჩნდა, მამამისმა იქონია ძალიან დიდი გავლენა იმაზე, რომ მას ჩამოუყალიბდა ძალიან ტოქსიკური და ობსესიური დამოკიდებულება გოლფის მიმართ. და მიუხედავად იმისა, რომ ის ამ სპორტში იყო მოვლენა და საოცარი პროფესიონალი, მისი ფსიქიკა ნამდვილად არ იყო ჯანსაღი და ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია მის პირად ცხოვრებაზე. და ძალიან საინტერესო იყო იმის დანახვა, თუ რამდენად პროფესიონალი იყო ის თავისი კარიერის კუთხით, რამდენად მობილიზებული, კონცენტრირებული და ამ დროს სრულიად დამანგრეველი იყო მისი ფსიქიკა პირად ცხოვრებაში. ასევე რაც ძალიან მომეწონა, ძალიან მესიამოვნა, იყო ის, რომ მიჩნდებოდა რაღაც კითხვები, როდესაც ვკითხულობდი ამ წიგნს და ზუსტად ამ კითხვას სვამდა ავტორიც და შემდეგ სცემდა პასუხს. ძალიან ბევრ საკითხზე დამაფიქრა რეალურად ამ წიგნმა და ვფიქრობ დღეს დიდი გამოწვევა ადამიანებისთვის რომ კონდეს სიმშვიდე, რადგან თითქოს სამყაროა ისე მოწყობილი, რომ მუდმივად უნდა ვიყოთ შფოთვაში.
ჯერ მარტო იმდენ ინფორმაციას ვიგებთ ყოველდღიურად, რომ რთულია, რომ ესე მშვიდად და წყნარად გაატარო დღე. და ამ წიგნმა ძალიან კარგად დამანახა ამ საკითხის მნიშვნელობა, მიბიძგა, ასე ვთქვათ, რომ რაღაც ნაბიჯები გადავდგა და ვაპირებ, რომ ზოგადად ამ საკითხს უფრო კარგად ჩავეძიო, უფრო მეტი წიგნი წავიკითხო და მაქსიმალურად დავეხმარო საკუთარ თავს, რომ ეს სიმშვიდე აღმოვაჩინო. და ამ წიგნს დავუწერე 5 ვარსკვლავი. უზომოდ საინტერესო და ძალიან სასარგებლო წიგნია, რომელიც ყველა ადამიანს გამოადგება. და მივუახლოვდით ვიდეოს დასასრულს. საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან არც ერთი ცუდი წიგნი არ წამიკითხავს ივნისში. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ცოტათი დამაკლდა 5 ვარსკვლავი მხატვრულ ლიტერატურაში, რადგან მიყვარს, როდესაც რაღაც პერსონაჟებით და ამბით მთლიანად ვარ მოცული. იმედი მაქვს ივლისში ამ ამბობს გამოვასწორებთ. გამიზიარეთ კომენტარებში თქვენ რა წიგნები წაიკითხეთ ივნისში და რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად. ასევე რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი. თქვენი მხარდაჭერა ამ არხის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე ძალიან დიდი მადლობა, რომ უყურებთ ჩემს ვიდეოებს. ახლა კი გემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. დროებით!